2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა. პირველი კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 9.1%-ი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. EGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2026 წლის მარტში სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 10.7%-იანი ზრდა. შესაბამისად 2026 წლის პირველი კვარტლის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.1%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. მცირე კლება დაფიქსირდა ორ სექტორში, ეს გახლავთ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორი.